Hello guys. დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და როგორც ხედავთ, ცოტა მომატებული მოხდა ტერიტორია, აქეთ სამი ტერიტორია წავარჩი საფრანგეთს, თვითონ გამომიცხადა ომი რა უნდა და ასევე ბიზანტიამაც გამომიცხადა, მაგრამ ბიზანტიას დიდი ტერიტორიები არ წამომისწევია, მაგრამ კაი დეფენსივი გავაკეთე ბიზანტიასთან. კამაკოშ უკანმაც გამომიცხადა და ყაზახებმაც და მაგათანაც კაი ისინი დეფენსი გავაკეთე და როგორც ხედავთ, აი აქეთ მხარეს მაქვს აღებული რამოდენიმე ციხესიმაგრე კიდე. გაჭედა მოიცა. ბრაუნფელსი მაქვს აღებული. სტოლენფელსი მე მგონი მქონდა და სკულბურგი მაქვს აღებული. და პორტ სკულბურგი და ბრაუნფელსი მაქვს აღებული. ეგ სამი ციხესიმაგრე მანდ. და რუსებმა გამომიცხადეს კიდე ომი და ეხლა გრიფი უნდა წავართვა და ალბათ ოლსთინს წავართვა კიდე. მე კრაკოვამდე ჩავალ რა და ალბათ შვიდობასაც დავუდებ. ნორვეგიას აქ 4 ციხესიმაგრე წავართვი და შვიდობა დავუდე. ვიდეოს გავთ თამაშობდი ბიზანტიასთან შვიდობა დავდე და შვიდობა იმპერიად ვიქონდა, ძალიან დავსუსტი. ბიზანტია და ყაზახებთან ხომ მქონდა ბოლოს ვიდეოს დავასრულე ომი და ყაზახებმაც სამადგილე შეომიტია და კაი დიდი არმიი და ბიზანტიამაც სამადგილე შეომიტია და 1000 კაცამდე თითოეულში იყო. ხო და ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალებს გადანაწილება მომიწია და ისე დავსუსტი მე რომ რავი ციხესიმაგრესაც ვერ ავიღებდი. კი დავიცავი 6-ვე ციხესიმაგრე, მაგრამ მაინც და მაგის გამო შვიდობა დავდე და ცოტა ხანი აღვადგინე ძალა და ეხლა აი ესეთი ის მაქვს 3000 კაცი არის აქ 1983 აქ 3000 კაცი ჩემი ენათ არიან და 115, მაგრამ მოდი ერთი შენ გაგიშვებ და შენს გაგიშვებ შენი იყავი კაცო, აი შენს გაგიშვებ აბა ერთი შევხედე და რამე კაი 100-იანი აბა 100-იანი არა, მაგრამ კაი მოდი ესენი უკან დავუბრუნდოთ 95-95-იანები სხვები არ არიან, ხო ეგრე მაღლებიანი არა კაი სხვებს დაველოდოთ და ცოტა აიწევიან, მაგამდე 2755-მდე მაინც ვართ რა აი ეს გრიფის იღებს თუ რას აკეთებს ატუსგას ეს ადგილზე რას აკეთებენ ვაფშე ეგენი კრაკოვს იღებენ ეგენი ჩვენ დავიღოთ გრიფი მე კრაკოვს თუ იღებთ ქვედალუსულო კრაკოვი არის აგერ და გრიფი არის აგერ ეს და შემოუტიაო მაგრა ჭირავს ერთი წამოში დავხედოთ აბა რამდენმა შემოგვიტია ელზასზე აბა აქრეები ყოს ერთი ელიტა ავიყვანოთ და პრინციპში სკვადი გავზარდე 1000 კაცამდე და ეს ყველა ავიყვანოთ ეხლა იმიტომ რომ 620 კაცამდე თუ 630 კაცამდე ყავს უკვე ელიტები და თან ხალხიც აღარ მყავდა რომ ეს ხალხიც უკვე ძალიან ბევრი ყავდა დატყვევულები რეკრუტები რეკრუტებიდან სულ ელიტები და ნახე ელიტები რო არა მხელა განსხვავებაა ჩვენზე 100 კაცით მეტნიოდნენ ტაქტიკაც მუშაობს ეხლა მაგრამ მაინც მხოლოდ 74 კაცი ეგრე და აქ გავუშვით ეხლა ეგეც
ეგეც ტრეინერი და ეს ტრეინერიც ვარემ გავუშვით. კაი, არჩერ ექსპერტი აქედან ავიესენ ძალიან სუსტები არიან, მაგრამ აეწევათ ლეველი რაც. ან აიც პიარმენი გავუშვათ. ნაიც ფორდმენი არ მინდა, ნაით არჩერი რატომაც არა. არჩერ ექსპერტი მოიტა. სპიარმენიც მოიტა, არჩერიც მოიტა, 4-ვე. სიო. დაჟე ნაიც ფორდმენიც მომდის და რეკრუტერიც. და ასე ვქნათ არმი, KPCC და უცებ აქაც შევიდით და ბამ. აი ეს დავიყვათ მოდი. KPCC არ გვინდა, ტავერნა, ვიოლეტიც არ გვინდა, მარკეტ სელსის 700,000. კაია. რუსემა ბექსი ჩეთო გაილარდი სად არის? იარ ვიცი. აუ, რამდენი კაცი მყავს ნახე დაჭრილი. ამასლა მივხედო სასტრაფოდ. 11,000. აქეთ იქნება ხა დარტყმული ხო ვთქვი. ნახე ორ ადგილზე დამარტყა. კაი, ასეთ რაღაცას ვიზავ ეხლა. არმი. მეორე დეფენს წავიდეს ამაზე. მოიცა. ეს მეორე არმია იქ ბაზარი არ არის. ხო და წამოვიდეს აქ რა. სასტრაფოდ. მეექვსე არმი მადმიდის, ელზადან წავიდეს პირდაპირ. აქ. არა მოიცა მან არ გვინდა. დრეზდენი და წადი ბრატ აქ. დეფენდა შენ წადი აი აქ. აუ არა მგონია მიუსტრონ, მაგრამ მაინც. მე ვერ ჩავხსრებ, აზრი არ აქვს. ესენი თუ ჩავლენ. ერთი მთავარია ეს იქამდე გავაძლებინო ამათ. რომ ეს ტერიტორიები ავიღო, ეს მინდა და კრაკოვი მინდა უეჭველი და მე გადავალ იქით. წამართვენ იმებს აზრი, ჩემს პრობლემა არ არის, მაინც გინდ ეგენი იყვნენ მან და გინდ საფრანგეთი მაინც გადასასვლელი ვიყავი და უბრალოდ ერთი ისა ცუდი რომ თუ რუსეთთან ომი მომიწევს ალყაში ვიქნები რა, იმიტომ რომ ჩემგან სამხრეთის ტერიტორიები აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის ტერიტორიები ექნება და 3 წელს მომიწევს ჯარის გაყოფა. მაგის კიდე ჯერ არ ვარ მზად. Free recruit, pay recruit. ეხლა უცებ ამას უბძანოთ, მოიცა სანამ მაგას უბძანებთ. შედით ყველა მიდი შედით. წამოჩვევიდეთ ჩვენცა. არ აქვს. მაშინაც გავყიდოთ და უცებ ამებს დაველაპარაკები და ჯარს მივცე. და დაგიბრუნდებით სწრაფად. დაგიბრუნდით. კრაკოვიც ავიღოთ და გადავინაცვლი მერე ახლანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე. მაგას ფუცა ქვია აპენინი და პირენია
ეგორი მეშლება ხოლმე აპენინა პირენია. ერთი არის იტალიის ნახევარკუნძული, სადაც იტალია მდებარეობს და მეორე ესპანეთის ნახევარკუნძული, სადაც ესპანეთი მდებარეობს და გონი აპენინია იტალიის ტერიტორიაზე და პირენია ესპანეთის ტერიტორია. სულ მერევა ხოლმე ერთმანეთისგან და ტვინი მებრულა მაგით რა. მოდი უცებ კაი არმიაც ავიყონოთ. ცოტა და 7-3-მდე ავწევთ, მაგრამ მაინდამ უმეტესობას დაჭრილია. მაგიტომაც მოგვიწევს ახლა ცოტა ხან შვიდობის დადება. გაიბრუნოთ მომცა. გაიბრუნოთ გადახდა მომიწია. ის სკოლაბაზო დიდეთ აღარ მყავს დაბალი დონის რაინდები. ბრაუნფელს დაარტყეს. ატაკივა ბრაუნფელს და თქვენ აქ რა შვებით? ვერ მორჩით? ეგ არის ძლივს. უცებ შევიდეთ. არ ყავთ ჯარი? კაი. არმია ეგრევე გაუშვათ აქ. მიდით გაიქეცით, მე ვერ მივასწრებ. 19 კაცია, მიდით ბიჭო. აიღეს, კაი. თაშე ყაზახებმა აიღეს და რუსები ეხლა მოვიდნენ. რა ვიცი აბა. მან წამოვიდოდნენ ეგ არასწორები. კაი მოიცა ეხლა იქ გადავიხედოთ აბა რა ხდება. ორივე დავიცავით? ბაზარია რა, ბაი მოდი რენზე გავუშვებ მაგას და 7 ნომერს ზევით ამოწევ. ესე იგი, აქ გემინები ვართ. 2 3 4 5 და 6 პირდავი გავუშვებ რენზე. ნუ კაი ის ქონეთ რა. დაჟე ორიანიც ეყოფა. ამას. დეფენზე რა დავაყენე კაცო, ატაკი. ეგრე. ატაკ. კაი წადი მეშვენე მაგას. 4 5 და 6 გინო 200 ასე იგი 800 კაცამდე რა წამოეხლა თქვენ გაგიშვებთ. ამას აბა აქეთკენ არც ვინა ჩამოსვლა ჯერ და 400-იანი გავუშვით, ეს გავუშვათ ამაზე. ესეც გავუშვათ ამაზე. არმია 7 ნომერი არმია სად მიდის? ბრაუნფელსი არ მინდა კაცო, შენ წადი დადეფე გრიფი. მეთქვა 19-ს ჩამომაჭრა. ამათ არ მიუშვები, ნუ გამირთულდება მე აღება. გამოვცა მეტივე, როდის ეს ჯარი აივსებას გადიკურნება რა. ლეველებს კარხანი ვერ გადავალ. დრო ესა. მენჯიგო უვონდეს მოუმატო. თითქმის ეს
ინტელიგენცი დავხურე რა, რაც მე მჭირდებოდა. მავჭირდებოდა ინჟინერია, ტაქტიკა, სკაუთინგი, სურჯერი, ბენემონტესი და ვეტერინარი არც ისე რაღაც საერთოდ არ მჭირდება. ჯერჯერობით, იმიტომ მნიშვნელოვანი არ არის და ცხენს არ მიყავენ ხოლმე. მაგას რომ მორჩები, leadership-ის დავხურე, ტრეინინგი იყოს როგორც არის. ეგენიც იყოს safe running-ი ჩვენს ემატება და ჯერჯერობით მაკმაყოფილებს ჩემი სისწრაფე. პირდაპირ გავუშვებ power-ზე. პოლარს მოვამატებით athletics და stamina-ს, sex-3 და მე shield-ი მინდა მოვამატებინო. და მაგასაც shield-საც რომ მოვამატებინებ, მე ან crossbow-ს მოვამატებინებ, ან bow-ს. მაგრამ bow-ზე მე შევნია რავი. crossbow-ი იქნებ ვეღარ გავჩიტავ ხოლმე, ამიტომაც მოდი throwing-ი მოვამატებინებ, მაგრამ 60 მაქვს. მართალი დიდად შორს ვერ გავისვრი, მაგრამ მაინც გამოდგება რა. ეგეთი ისინი მაქვს, რა ჰოსტინგი თვითონაც მომატება და თავის მომატა 42-მდეც დაშე. და სანამ ამის მოვჩები და ამის გავაზრებ ახალ კარტობებათება და ვერ ცოტა ვიქნება დასამატებელი. აი ოცებ შევიდნენ და დაეტაკდნენ ამას რა. მე გონც და გავცივდი. ცოტა ისინი ჯერ არ დასხმიან თავს გრიფის. ჯაუნპური. ეხლა დაესხნენ, მაგრამ ვერ მოასწრებენ. შედი ეგრე და ეს 5-ს გამომუშვი ეგრე. ხუცებ შევიდეთ და არ ყავს ჯარი არა. აი რაც არის. არმია და დეფენსზე გავუშვათ აქეთ. წადით რა პირდაპირ ეხლა ნერვს მომთხრით. არა სამივასწრებ კაცო. რუსეთმა დაარტყა კრაკოვსო. აი მაგათ ჯერ ვერ აიღებენ მაინც არა. დეფენს. ამაზე მახსენდება ძველი ეპიზოდები ჩემი. 700 კაცით დავდეფე, ანუ 700 მივიყავით ციხესიმაგრეში. და ბიზანტიელები იყვნენ 2100 კაცამდე რა. და დავდეფეთ ისე რომ გონი 200 თუ 300 კაცი მომიკვდა მარტო. მაგრამ ძალიან ბევრი დაჭრილი მყავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტნი ვართ, მაგრამ აი ამ გრიფის ციხესიმაგრეს რო ხედავ, ყოველთვის ეგ მახსენდება რა. ჯერ 100-ც არ მოკვდომია და იმათ უკვე ავერთმეტე 101 მოგვიკვდა და იმათ 834 150 დაიჭერა 923 დაიჭერეთ იმათ მოვიდგეთ აქ რეკრუტერებით უნდა იყვნენ ეს დარიგით არ არიან ნუ არიან კი ბატონო ყოფილან ბარემას ექნათ ტავერნა არ გვინდა army მე სანამ მაგას ვიზავთ army მე დიპლომატ make peace ეგრე diplomat make peace ეგრე diplomat make peace ეგრე ეხლა army defense წავიდეს მანდ
შენ დაიშალე. შენც დაიშალე. შენ წადი სადაც გინდა, მაგრამ პრინციპში იყვნენ ჯერჯერობით. 101, 119, 200. ესენი გამოვიძახოთ, რომ რამე დიდი არმია არ დაგაყენოს თავზე. რუსეთმა გამოვიდა ჩვენს გარეშე 3400. სხვაგან ასად არ გვიტევენ. დროებით შვიდობა გვაქვს ერთი ცოტა ხანი გვაქვს შვიდობა რა, მაგას კი ხვდები. ეხლა მე წავალ და დავივრი ციხესიმაგრეებს და ხალხის გამნი კურნავ. და კარგ ხალხს ავიყვან და დაგიბრუნდებით. აბა ჰორ, გემშვიდობებოდით. და ჯერ მარტო ცოტა ხანი ავიღებ. კაი, უცებ წავალ ხალხს ავიყვან და დაგიბრუნდებით. გალაგა მე მგონი კიდე. აბა რა, მოიცა ეს დავაყენოთ მანდ და დაგიბრუნდით და ბიზანტია გამაგიჟებს რა. ეხლა ნახეთ რა გააკეთა. ბიზანტია სად არის? აქ აღარ ამყავს, ხო? ტიპთან ურთიერთობა გავიკეთეთ 160-მდე ავიწყიდე, ომი გამომიცხადა, ეგ ერთი. და ვიდეოს გაეთ, სანამ ვიდეოს დავიწყო ჩაწერა საგაკეთა. ტიპმა მითხრა, რომ ანუ საფრანგეთს და ნორვეგიას ვეომებოდი და აღარ მიდოდა ეგ დამემატებინა. უარო მითხრა ომს გამომიცხადებდა. ხო და ტიპმა მითხრა, რომ ამას აღარ უნდა გასო. ომი ისა 40,000 გადამიხადე ყოველ კვირაო და ომს არ გამოგიცხადებო და გამიმეთქე ხარაშო და 2 წუთი არ არის გასული და მე 2 წამს გავიხედე და ომი გამომიცხადა. მე კი წავართ აქ აი ამ ხარესაც იყო რა ერთი ტერიტორია ისინი დაუტოვე. იქ ჩემენები დგანან დაჟე 929 კაცი ნეტრას იზავენ. რატო დგანან იქ ჩემენები? ბერნი და მანიჩი უნდა წავართვა რომ ცოტა დავასუსტო. იმიტომ რომ ეგ ორი ჩათვალე რომ წავართვა 600 კაციან არმიას მოусპობ. და 3000 ნიუტ. ერთი ის აი ქალაქს რო შეუტე მინდა რომ ეხლა არ მისწრები მაგასაც დაარტყაო. შიგნით რამდენი ადამიანი შევიდა ვერ დაინახე? კი. არმია თქვენ უცებ წადით და დაარტყით იმაზე თუ მაგას უშვებთ. ერზრუმი მოდი არ მინდა კაცო, აი ასე წადით. ასე წადით და ეგრე გავყით რა. ვა 664-მდე ამწიე მაგამდე. ერთი უცებ შევიდეთ აქ დრეზდენში და ხალხი არ აყავს ხო? ეგ დასაგები მაშინ ეს მივყიდე. აჰა. ბიგენიმალში ავიყვანოთ. ესენი წავიღოთ რა, ჩვენი რამ ფული თავზე სახრი რაც მოგვს. რაც არის მიჭის ფულიაო, ნათქვამიაო და ეგრე ვართო. ეგრე რა
მოდი ბარემ CG weapons-ები ერთი ზამიმატოთ, სხვა არ გვიდა მოდი. Horse კიდე მე მგონი მყავს, კარგი. და არაფერს არ ვერჩი მაგ დღეს. დასვერჩი ერთი live ბრძოლებში მე შევდივარ და არა ეგრე არ შეიძლება 1000 ერთხელ მაინც შევიდე live ბრძოლაში. უარ ძალიან დიდხნიანია ხოლმე და twins ბურღება. მე მეგურღება ხოლმე მაინც. იმად გავუშვებ იმაზე და მათ რავი შევეტაკები. და 200, 400, 500, 600, 700-ნი არიან. მოდი live ბრძოლაში გავიდეთ ამათ. ხო. ამათან მივდივარ 100. ესე იგი უნდა მოვიწყო რა. ედო ჩემი 650 კაცამდე ელიტები მყავს და თან ტაქტიკის უპირატესობა 100%-ით მყავს. ჩემ სტრატეგიას გამოვიყენებ. ისე ჰაროლოზე არ გავუშვებ. ისე ახალზე დავაყენოთ, სუდი არ იქნებოდა. კაი. 480 ჩვენ ანუ 120 უნდა დავუსპაუნდოთ. აჰა. სად გაქვს ტიპი? ეხლა უცებ ეგრე და აი ასე იქით მე თქვენ დაუყენდით მაგათ 100 თქვენ დაუყენდით მაგათ 100 იღავით ხალხზე მიჩნეული თქვენა ვაჟბატონებო ძალიან ბევრი ხართ ვიცი მაგრამ მაინც აქზე უნდა დადგეთ ეგრე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა არის აბა გამოიცანეთ ჩემი კავალერია რომელიც უზარმაზარია წადი და დადექით 100 ექსპერტები და ტრენერები დავინახე მარტო და სადარენი ჩემი ელიტები ძალიან ხوار აირიდნენ ეს აი ბამათ ხალხი მყავს ნახე აჰა კაი მოდი უცებ ასე ვქნათ რომ ზანაც არ გაიწერეს ახლა ეს ბრძოლა მადე ეგ არ გამოგვადგება ვაორხელიანი ხმალი არ გვაქვს კაი ავითვალისწინებ ძალიან შურს დავაყენე ხო იმდენი ოთი ჭედებით უკვე ერთმანეთში რაღაცა მაღალ დონის ერთ დავინახე ბიზანტიელი ელიტა აბა გადავხედოთ ახლა იმათ სად არიან კაი შურს არიან და კაი ცოტანი არიან ჩვენთან შედარებით აბა დავაკვირდეთ ცხენოსნები არ აყავს თავისუფლად შემიძლია მარტო კავალერითაც გავანადგურო როგორ არ აყავს ნახე უკან ამდენი ცხენოსანი ყავს აჰა კაი
ეს ვინღა არიან, ვინ გაუშვა მაით. ფუთმენია, მაგრამ რატო არ memorჩილება და რატო არ დარჩა უკან? აბა რა მოხდება? იმათ ფუთმენებს დაეტაკებნიან, იქ ცოტა ბლომად. მე გაუშვებ იმეს პიარმენებს, ნაით პიარმენებს. ნაითებს რა რაინდებს. კავალერიას რა მოკლედ ხო? და კავალერია გვერდიდან დაეტაკება. ასე. ეხლა როგორც ბანერულად შეეგრე ვერაფერს ვერ დაგლებენ, მაგრამ აქედან დაარტყამენ და აქედან არჩერები ჩახოცავენ. და ფუთმენები აქედან ესენი მოვლენ და აპყაში მოახცევენ რა. მაგრამ ჯერ თავად წინ დამოვიდი, მაგრამ ვერ მოდიან. ნელები არიან ძალიან. ძალიან ბევრია. ამოვხოცეთ მე მგონი უკვე. აბა ნახოთ ორი კაცი მოგვიდა 3 დაგვიჭრა. იმათ 7 მოვუკალთ 5 დავუყევით. ძალიან ბევრი საყოფილი. ეგრევე ძალიან სწრაფად გარჩევს, ეგრევე მივხვდი რომ ცხენოსანი კავალერია. ის ძალიან ცოტა შევიდა ეხლა იქ და მოკვდება. ვერა? ცხენები არიან. რას იზავენ აბა ეხლა წინ არა დამოდიან. ეს კავალერიაც უკან ყავს ასე დაყენებული. ნუ კატაპულტებით უნდა მომხოცოს. მომიწევს ეხლა კავალერიის გამოყენება. ათახზე გაშვება. და მეც უნდა ამუშავდე რომ ისა კატაპულტები გავანადგუროთ, თუ კატაპულტები შორიდანვე ერთად ყავს დაყენებული, ძალიან ბევრს ამხოცავენ და უკვე დაიწყეს. სროლები. ოპა. ტრეინერი და ექსპერტია. მე მიმიზნებს, ამცდაო. ვერ დავეწევი ხო? და მომკლესო. დენი დარჩით. 200-მდე ჩამოვედით ისე ხوار მეღა დავებით. ბევრნი არ გარდაგვცვლია, მაგრამ მაინც ძალიან ისა. ბევრი დაგვეჭრა. აი სპორტმენ ელიტა 14-ღა დაგვჭა ინგლისელი. არჩერ ელიტა 31. არ და 70 ვიღო ხომ. ნაით არჩერ ელიტა 41, სპიარ ელიტა 22, ნაით სპიარ ელიტა 37, ნაით სპიარ ელიტა ფრანგი 54. ეგენი მაინც ბლომათან ყავს. ნაით არჩერ ელიტა 49, ნაით ფრანგი 20, კროსბოუნ ელიტა ფრანგი 39, ფენს ელიტა ფრანგი 43, არჩერ ელიტა ნორვეგიელი 39. ეხლა რა შვებოდით აქ? დრეზდენ სკულს ვიცავდით. ის გაუშვი იმაზე. ის სამიანი სად მიდიოდა ასე აბა. army defend არ გვინდა შენზე გვინდა attack ეს შენა ეხლა ეს კაი იქნებოდა ესეც კაი იქნებოდა ესეც ეგენი ეს ერთი თხზგაცენი მოხსნა და ათაკი გაუშვათ ეს ბერნზე სამიანი არა ორიანი ეხლა გავარკვევთ სად არის ორიანი მე 10 არმიაში არა ვარ ხო? არა მე მესამე არმიაში ვარ მაგრამ ლიდერი მე არა ვარ პირველ არმიაში ვარ მაგრამ ლიდერი არ ვარ ეგ უცრაბად უნდა გამოვვა სწორად თორე
დაიშლება მე არმია. აი სამი მანდა არის, ხო? მეორე ნახე. მოიცა მეორეს ბარე კასტელოვზე იმას გავუშვებ. და მესამეს გავუშვებ ბერნზე, რა ვიყო, აჰა. მეორე ატაკ სანამ ის იქავა კაც. და მესამე ატაკ მანდადიკი. აქედან დაგიშვებს მეგობრებო, ლაივ ბრძოლამ დიდ დრო დამაკარგინე და მეც ვეღარ გავაგზელებ. ამ ყველაფერს დავაედიტებ, მოხედავ და დავდებ მოგვიანებით. აბაჰე და აბოჰო შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ონძიერ მოდი კრაკოვში ვამოწმოთ და მე დაგემშვიდობებით რა ხდება მანდ. ბევრნი არიან, არ არის ბევრნი, ბევრნი ყოფილა. წამოშევარდეთ უცებ, ეხლა დადევა საზრი არა აქვს. მოცა ვიმებს ავაშენებ. კატაპულტებს რაღაცებს. თან აქ შევამოწმოთ არ არიან. მაშინ ეს მომწ. ოპა 4 მილიონამდე ავიყვანე უკვე ჯარი. ჯარი რა ფული პრინციპში ჯარი კაც. გაიმოდი უცებ კონტროლში შევიდეთ. ხენი გავუშვით, უკანი სარბალეტი დავტოვოთ. კატაპულტი მაინც ვერ იყენებს მაგ ადგილს წესიურად. შენობებს არ ტყავს ხოლმე და აზრი არ აქვს, მათ კატაპულტი დავაყენო. არბალეტი ჯობია და თითო კაც მაინც გაიყოლებს ხოლმე. კატაპულტები აქედან დაუშვებენ როგორც შეუძლიათ. აქედან გასვლილი არ არის, როგორც აქედან ეს შეიძლება მოხვიდე. აქედან გასვლა თუ გინდა, ან აქედან უნდა გახვიდე. აი აქედან დავშტოვით, აბაჰე და აბაჰო შეხვდებით შემდეგ ვიდეოში.